მეგობრებო, მოგესალმებით. ეს სადისერტაციო საბჭო განიხილავს დოქტორანტ გია კვაშილავას სადისერტაციო ნაშრომს პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღმწერი დინამიური სისტემების კვლევა ამ დისერტაციის დაცვას. ვთხოვ დისერტაციის მდივანს სწავლულ მდივანს იალა ძიძიგურს გაგვაცნოს დოკუმენტაცია და ბიოგრაფია. მოგესალმებით გამსრის საზოგადოებას. შევეცდები ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ინფორმაცია დოქტორანტ გია კვაშილავას შესახებ, რომელიც დღეს დაისწავს სადოქტორო დისერტაციას. მიმდინარე წლის 10 ივლისს მათემატიკის სადისერტაციო საბჭოში შემოვიდა გია კვაშილავას სადოქტორო დისერტაცია პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღმწერი დინამიური სისტემების კვლევა. წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის სამეცნიერო ხელმძღვანელის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ თემურ ჩილაჩავას დასკვნა, საბჭომ განიხილა დოკუმენტაცია, მის სამსულელობა და ოფიციალურ რეცენზენტებად დანიშნა პროფესორი თემურ ჯანგველაძე, პროფესორი ნესტან კეკელია. 4 ნოემბერს ოქმი ნომერი 2-ით შედგა მათემატიკის სადისერტაციო საბჭო, სადაც განიხილეს რეცენზენტების დადებითი რეცენზიები, შექმნეს პროფილის მიხედვით გამოყენებითი მათემატიკა, სადისერტაციო კომისია 8 წევრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 3 გარედან მოწვეული პროფესორები. აირჩიეს სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარედ პროფესორი ბატონი ოთარ ჭგადუა. დანიშნეს საჯარო დაცვის დღე, დრო და ადგილი. ახლა მოკლედ მინდა მოგახსენოთ ბატონი დისერტანტის გია კვაშილავას ავტობიოგრაფიული მონაცემები. გია კვაშილავა დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ კურძუში. მშობლები: მამა დურუ კვაშილავა, აგრონომი, დედა აველინა ახალაია, ბუღალტერი, მეუღლე ელისაბედ ცანავა, შვილები საბა, ანა და ლინა კვაშილავები. გია კვაშილავა სწავლობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით მათემატიკა და ასპირანტურა სპეციალობით მათემატიკური ფიზიკა. იგი გაახლავთ უძველესი ცივილიზაციების შუმერულ, ბაბილონური, ეგვიპტური, კრეტული და ბერძნულ მათემატიკური ტექსტების მკვლევარ გამშიფრავი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი 2022 წლიდან. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 2024 წლიდან. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 2012 წლიდან. ამერიკის საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრი 2017 წლიდან. ამერიკის მედიტერანული კვლევების ასოციაციის წევრი 2019 წლიდან. ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი 2020 წლიდან. ევროპის მათემატიკური საზოგადოების წევრი 2020 წლიდან. ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი 2020 წლიდან. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების აფილირებული პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრის ენა ლოგიკა მეტყველება მეცნიერ თანამშრომელი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული ეთნოგრაფიისა და კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის მკვლევარი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ასისტენტ მკვლევარი.
საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის ახალი ეკონომისტი, სარედაქციო კოლეგიის წევრი 2011 წლიდან. ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალ პროგ ჯორჯიას საერთაშორისო სათათბიროს წევრი 2020 წლიდან. ლინგვისტთა მე-20 საერთაშორისო კონგრესის, ლონდონის სიძველეების შემსწავლელთა საზოგადოების, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიის, ბერლინის, რომის, ათენის, ჰარვარდის, კემბრიჯის, ოქსფორდის, სორბონის, ვარშავის, კრეტის, კეიპტაუნის, ჰონგ-კონგისა და თბილისის უნივერსიტეტების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმებისა და ექსპედიციების მონაწილე დარჩა რამე, არ ვიცი. საავტორო სამეცნიერო ტელეგადაცემის ქართული ცივილიზაცია და ფაზისის აკადემიის კვლევები წამყვანი. ISSP ფონდის სტიპენდიანტი მათემატიკის სპეციალობით 1995 წლიდან, მარტვილის საპატიო მოქალაქე 2014 წლიდან. ვაიმე, იქ არასწორად ვთქვი, ისა მათემატიკის სპეციალობით სტიპენდიანტი 1995 წლიდან. არასწორად ვთქვი, მე მგონი. ხო, 70 სამეცნიერო შრომის ავტორი. ეს ძალიან მოკრძალებულად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. მაშინ თხოვთ დოქტორანტ გია კვაშილავას წარმოადგინა თავისი სადისერტაციო ნაშრომი. დიდი მადლობა პატივცემულო თავმჯდომარევ, კომისიის წევრებო. მოკლედ წარმოგიდგენთ დისერტაცია შემდეგ თემაზე. პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერი დინამიური სისტემების კვლევა, სადოქტორო პროგრამა გამოყენებითი მათემატიკა. სამეცნიერო ხელმძღვანელი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თემურ ჩილაჩავა. სადისერტაციო ნაშრომის ზოგადი დახასიათება. სადისერტაციო ნაშრომი სინერგეტიკული, ინტერდისციპლინარული კვლევა-ძიების შედეგია, რომელშიც გაერთიანებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების მეთოდოლოგიური მიდგომები. კვლევის ობიექტია პროტოქართველური და ცალკეული ქართველური მოსახლეობების ისტორიულ-ლინგვისტური ტრანსფორმაციის აღწერი, შესაძლო სცენარები, მათემატიკური მოდელები და მოდელების საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული სიმულაციები. პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პროცესები აღიწერება რიკატის სვლატკოეფიციენტებიანი განტოლების, ლოტკა-ვოტერას ორუცნობიანი და ასევე 3-4უცნობიანი არაცბივი დინამიური სისტემების სახით. კვლევის მიზანია აღნიშნული განტოლებისა და დინამიური სისტემებისათვის დასმული კოშის ამოცანების ამოხსნა და ანალიზი, რათა ამით შესაძლებელი გახდეს პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკის განსაზღვრა 7000-ლოვან პერიოდის განმავლობაში. თემის აქტუალობა. დემოგრაფიული პროცესების შესწავლა 3 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის და დღემდე აქტუალურ პრობლემა რჩება გამოყენებით მათემატიკაში. აქვე მოკლედ აღნიშნავთ, რომ გამოყენებითი მათემატიკის საფუძვლები 5000 წლის წინ შუამდინარეთში ჩამოყალიბდა. დემოგრაფიული პროცესების შესწავლით დაინტერესდნენ ლაიბნიცი, ჰელი, ბერნული, ეილერი, დალამბერი, მალთუსი, ფერჰიუსტი, პერლი, ვოლტერა, ლოტკა და სხვები. მათემატიკური მოდელირების სფეროში სოციალური პროცესების შესწავლის მხრივ გამოირჩევა პროფესორ თემურ ჩილაჩავასა და მისი სკოლის შრომები, რომლებმაც ჩვენს კვლევას საფუძველი ჩაუყარა. სამეცნიერო სიახლე. გამოყენებითი მათემატიკისა და ისტორიულ-ლინგვისტური მეცნიერებების ინტერდისციპლინარული მეთოდებით პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ შექმნა პროტოქართველური და ქართველური მოსახლეობის დინამიკის აღწერი 4 მათემატიკური მოდელი და შესაბამისად კომპიუტერული სიმულაციები. ესენია რიკატის სვლატკოეფიციენტებიანი დიფერენციალური განტოლება პირველი პერიოდისთვის, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით გეტყვით,
ორგანზობილებიანი არაცმივი დინამიური სისტემა მეორე პერიოდისათვის, სამგანზობილებიანი არაცმივი დინამიური სისტემა მესამე პერიოდისათვის, ოთხგანზომილებიანი არაცმივი დინამიური სისტემა მეოთხე პერიოდისათვის, რომლებიც ინოვაციური და ერთადერთი თანამედროვე საშუალებაა აღნიშნული რთული პროცესების აღწერისათვის. ძირითადი შედეგები. მიღებულია 17 ძირითადი შედეგი, მათ შორის დამტკიცებულია 22 თეორემა, რიკარდის განტოლება, რომლის კოეფიციენტები გარკვეული ელემენტარული ფუნქციებია, ამოხსნილია ანალიზურად. შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები, როდესაც მისი კოეფიციენტები გარკვეული ელემენტარული ფუნქციებია, აჩვენებს პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ორგანზომილებიანი ცხრატკოეფიციენტებიანი არაცმივი დინამიური სისტემა, რომელიც თვითშეზღუდის კოეფიციენტებს არ შეიცავს, მისი კოეფიციენტების შორის გარკვეული პირობები შესრულებულია, ამოხსნილია კვადრატურებში. ორგანზობილებიანი მუდმივ კოეფიციენტებიანი არაცმივი დინამიური სისტემის ერთ შემთხვევაში, როდესაც თვითშეზღუდის კოეფიციენტებს არ შეიცავს, პირველი ინტეგრალი ნაპოვნია. დანარჩენ 4 შემთხვევაში თვითშეზღუდის კოეფიციენტების არსებობის დროს პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის გათვალისწინებით დამტკიცებულია 4 თეორემა შეკრული ინტეგრალური ტრაექტორების არსებობის შესახებ. შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები, როდესაც მისი კოეფიციენტები გარკვეული ელემენტარული ფუნქციებია, აჩვენებს ორი მოსახლეობის სტაბილურ თანაცხოვრებასა და ევოლუციას ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში. სამგანზომილებიანი არაცმივი დინამიური სისტემისთვის, რომლის თვითშეზღუდის წევრების არარსებობისა და მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებებია, ნაპოვნია პირველი ინტეგრალი ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით. ამ პირველი ინტეგრალის გამოყენებით აღნიშნული დინამიური სისტემა ორგანზომიურ სისტემაზეა დაყვანილი. უკანასკნელი ორგანზომიური დინამიური სისტემისთვის, რომლის მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებები არსებობს, პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის გათვალისწინებით 6 თეორემაა დამტკიცებული შეკრული ინტეგრალური ტრაექტორების არსებობის შესახებ. სამგანზომილებიანი არაცმივი დინამიური სისტემისთვის, როდესაც თვითშეზღუდის წევრები არსებობს და მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებებია, ნაპოვნია პირველი ინტეგრალები. ერთ შემთხვევაში კონუსის ფორმით, ხოლო მეორე შემთხვევაში ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით. ამ პირველი ინტეგრალების გამოყენებით ორივე შემთხვევაში აღნიშნული დინამიური სისტემა ორგანზომიურ სისტემაზეა დაყვანილი. უკანასკნელი ორგანზომიურ დინამიური სისტემისთვის, რომლის მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებები არსებობს, პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის გამოყენებით 8 თეორემა დამტკიცებული შეკრული ინტეგრალური ტრაექტორების არსებობის შესახებ. შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები, როდესაც მისი კოეფიციენტები გარკვეული ელემენტარული ფუნქციებია, აჩვენებს სამი მოსახლეობის სტაბილურ თანაცხოვრებასა და ევოლუციას ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში. ოთხგანზომილებიანი არაცმივი დინამიური სისტემა, რომლის მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული პირობები შესრულებულია, მიღებულია პირველი ორი ინტეგრალი. ამ ორი პირველი ინტეგრალის გამოყენებით ოთხგანზომილებიანი სისტემა დაყვანილია ორგანზომიურ სისტემამდე. პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის საფუძველზე აღნიშნული დინამიური სისტემის კვლევისას დამტკიცებულია 4 თეორემა, რომლითაც დადგენილია შეკრული ინტეგრალური ტრაექტორების არსებობა, რაც აჩვენებს 4-ვე მოსახლეობის სტაბილურ თანაცხოვრებას ერთსა და იმავე რეგიონში. კვლევის მეთოდები. ცნობილია, რომ ზოგად შემთხვევაში არაცმივი დინამიური სისტემები, როგორც ცვლადი, ისე მუდმივ კოეფიციენტებით ანალიზურად ვერ იხსნება, რაც მათ შესწავლას ართულებს. ამიტომ სამგანზომილებიანი და ოთხგანზომილებიანი მუდმივ კოეფიციენტებიანი არაცმივი დინამიური სისტემებისთვის კოშის ამოცანის ამონახსნების ქცევისა და ხასიათის დასადგენად გამოიყენება ერთი ან ორი პირველი ინტეგრალის პოვნის მეთოდი, რაც საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნული სისტემები ორგანზომილებიან დინამიურ სისტემამდე დავიყვანოთ. ორგანზომილებიანი დინამიური სისტემების შესასწავლად შესაძლებელია, როგორც ვთქვით, პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის გამოყენება, რომელიც განსაზღვრავს ამ სისტემების ტრაექტორების ქცევას. დისერტაციის მოცულობა ნაშრომი 176 ნაბეჭდგვერდს მოიცავს, სარჩევი, აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე, მადლიერების გვერდი, შესავალი, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, შესაბამისი გვერდების რაოდენობა ნაჩვენებია. 5 თავი, ანუ 14 ქვეთავი, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა 182 ერთეული, დანართი. სადისერტაციო ნაშრომის მოკლე შინაარსი. პირველი თავი, პროტოქართველური მოსახლეობისა და საერთო ქართველური ფუძენის ტრანსფორმაცია.
პირველ ქვეთავში პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაცია დადგინდა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა შიდა და გარე ფაქტორების ზეგავლენით. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა პროტოქართველური მოსახლეობის დაშლა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ, ლაზურ, მეგრულ, სვანური ენების ეტაპობრივ ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მეორე ქვეთავში საერთო ქართველური ფუძენის ტრანსფორმაციის პერიოდები წარმოდგენილია ლინგვისტური, ისტორიული, არქეოლოგიური და სოციალურ-კულტურული მასალის ანალიზის შედეგად შეიქმნა საერთო ქართველური ფუძენის განვითარების ქრონოლოგიური სქემა, რომლის პირობითად 4 ისტორიულ პერიოდადაა დაყოფილი და ახლა ამ სქემას გაჩვენებთ ეკრანზე. საერთო ქართველური ენობრივი სისტემა პირველი პერიოდი ძველწესაღრის 5000-დან 2500 წელი, მეორე პერიოდი პირველ პერიოდში ერთი ენაა პროტოქართველური, მეორე პერიოდში წინარე სვანური, ზანურ ქართული ორი ენა, ძველწესაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი, მესამე პერიოდში სვანური, ზანური, ანუ კოლხური ქართული. მესამე პერიოდი იშლება ორ ეტაპად, ძველწესაღრიცხვის მე-10 საუკუნე და ძველწესაღრიცხვის მე-3 საუკუნე, მეორე ეტაპი არის ძველწესაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან ძველწესაღრიცხვის პირველ საუკუნემდე, რომელსაც თქვენ მოგნახავთ, ხოლო მე-4 პერიოდი ძველწესაღრიცხვის პირველ საუკუნიდან დღემდე სვანური, მეგრული, ლაზური და ქართული. ეს სქემა შედგენილია გამყრელძის და სხვა მეცნიერების, რომელიც აქ იყო ნაჩვენები ეკრანზე, მიხედვით, მათი ნაშრომების მიხედვით. მეორე თავი, პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პირველი პერიოდის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები. პირველ ქვეთავში პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი განხილულია ამ მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკის მათემატიკური მოდელირება პირველ პერიოდში, ძველწესაღრიცხვის 5000-დან 2500 წელი, რომელიც აღიწერება რიკატის სვლათკოეფიციენტებიანი დიფერენციალური განტოლებისთვის კოშის ამოცანით, განტოლება ნაჩვენებია და საწყისი პირობა. სადაც ფუნქციების ასეთი ისა გვაქვს მონაცემები, შეთანხმების თანახმად T0 არის 0, ანუ ძველწესაღრიცხვის 5000 წელი საწყისი მომენტი და T1 2500 წელი, ანუ ძველწესაღრიცხვის 2500 წელი. U არის პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა დროის მომენტში, U0 პროტოქართველური მოსახლეობის თავდაპირველი რაოდენობა T-უდრის 0 საწყის მომენტში, რომელიც დაახლოებით მილიონს შეადგენდა. ჩვენ ეს ავიღეთ აი ესეთი მეცნიერის 1979 წელს არის გამოქვეყნებული ბირბანერის აქ ეკრანზე ჩანს. ალფა-1 პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი, ბეტა-1 პროტოქართველური მოსახლეობის თვითშეზღუდვის კოეფიციენტი, ეტა-T პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების არაბრუნებრივი ფაქტორი, აქ არის ასიმილაცია მაგალითად სხვა ხალხის მიერ ნაკლებია 0-ზე, მაშინ დისიმილაცია მეტია 0-ზე და პროტოქართველური მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ხალხებთან მიმდინარე საომარი მოქმედების დროს. ქვემოთ განხილულია 2-1-1 რიკატის სვლათკოეფიციენტი განტოლებისთვის კოშის ამოცანის სხვადასხვა შემთხვევები, თუ T არის 0-ის ტოლი, მაშინ მივიღებთ ბერნულის განტოლებას კოშის ამოცანისთვის და ესეთი ამონახსნი გვაქვს. ხოლო ისეთი შემთხვევა, როდესაც კოეფიციენტები მუდმივია, გვაქვს ამონახსნი ასეთი, ცნობილია ეს. ხოლო შემთხვევა, როცა n უდრის 2-ს, ეს უკვე განხილულია ფერჰულსტის მიერ და მისი ამონახსნი ასეთი სახითაა წარმოდგენილი. ამაზე ამდენად ბერნულის სვლათკოეფიციენტებიანი დიფერენციალური განტოლებისთვის კოშის ამოცანის ზუსტმა ანალიზურმა ამონახსნმა კერძოდ კონკრეტული კოეფიციენტების მუდმივი ხარისხოვანი რაციონალური მაჩვენებელი ტრიგონომეტრიული ფუნქციების შემთხვევაში მიღებულმა ამონახსნებმა აჩვენა პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის S ფორმის ბრუდი და მისი ზღუნული მნიშვნელობები. მეორე ქვეთავში რიკატის განტოლებისათვის კოშის ამოცანის ზოგიერთი ზუსტი ამონახსნი განხილულია პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული დინამიკის 2-1-1 მათემატიკური მოდელი. კოშის 2-1-1 კოშის ამოცანისთვის განხილულია 3 შემთხვევა ეს რიკატის განტოლებაში. პირველი შემთხვევა, როცა კოეფიციენტები მუდმივებია და ეტა ნაკლებია 0-ზე. მაშინ ანალიზურად ასეთი ამონახსნი მივიღეთ. სხვარი მისი არის U მოცემული 2-2-3-ში. მეორე შემთხვევა თქვათ, ასევე მუდმივებია, მაგრამ ცოტა განსხვავებული იყოს E, მაშინ ანალიზური ამონახსნია ასეთი სახით მიიღება.
მესამე შემთხვევა თქვათ ასეთი გვაქვს ეს ვარჩევთ კოეფიციენტებს რომ შესაბამისად გამოდგეს მოდელისთვის მაშინ ამონახსნია აი ესეთი სახის ამრიგად 2-1-1 რიკატის განტოლებისთვის კოშის ამოცანის გარკვეული შემთხვევებისთვის მიღებული ამონახსნების საშუალებას იძლევა რომ პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა შეფასდეს და განისაზღვროს მისი დინამიკა სხვადასხვა სცენარის პირობებში. მესამე ქვეთავში პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის კომპიუტერული მოდელი განხილული ამოსახლეობის დემოგრაფიული ტრანსფორმაციის მათემატიკური მოდელის შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები პირველ პერიოდში განტოლება 2-3-1 სადაც კოეფიციენტები უგანზომილო ნორმირებული ამასთან მოცემული ელემენტარული ფუნქციებია. პირველი პერიოდის დასასრულს პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის ორი განსხვავებული შემთხვევისთვის შექმნილმა მრავალრიცხოვანმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ პროტოქართველური მოსახლეობა საწყის რაოდენობიდან 1 მილიონიდან 3 ან 3.6 მილიონამდე მიაღწია. პირველ სცენარში პროტოქართველური მოსახლეობა 1 მილიონიდან თანმიმდევრულად და სტაბილურად 3.6 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მეორე სცენარში საწყის ეტაპზე პროტოქართველური მოსახლეობა სწრაფად 4-დან 4.6 მილიონს მიაღწია. ეს ზრდა, უკან მეორე შემთხვევაზე საუბარი, ეს ზრდა მისი მაქსიმალური განვითარების ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და მეზობელი ხალხების ასიმილაციის შედეგად მოხდა. თუმცა აღნიშნული პერიოდის დასასრულს მეზობელი ეთნოსების ზემოქმედებამ და ეკონომიკური რესურსების დეფიციტმა პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდა შეაფერხა და ისევ 3-დან ან 3.6 მილიონამდე შემცირდა. მესამე თავი პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მეორე პერიოდის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები. პირველი ქვეთავი პირველ ქვეთავში ევროპის მკვიდრი წინარე ქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი განხილულია პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული და ენობრივ-კულტურული ტრანსფორმაციის პროცესები მეორე პერიოდში წელიწადაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი როდესაც აღნიშნული მოსახლეობა სამ ძირითად ნაწილად გაიყო, ესენი იყვნენ წინარე სვანური, კოლხურ-ქართული და სხვა მრავალი თეორიების მიხედვით განსაკუთრებით პელაზგური შტოები. პელაზგური მოსახლეობა დაახლოებით არქეოლოგიური მასალის მიხედვით 0.6 მილიონს შეადგენდა, ძირითადად სამხრეთ ევროპის რეგიონებში განსახლდნენ ესენი. მათემატიკური მოდელი, რომელიც ბერნულის სრულადკოეფიციენტებიანი დიფერენციალური განტოლებისთვის კოშის ამოცანითაა წარმოდგენილი, ახსნეს პელაზგური ჯგუფის ასიმილაციის პროცესს საწყისი პირობით, სადაც Z არის პელაზგური მოსახლეობის რაოდენობა T დროის მომენტში, T1 არის 2500 წელი, ანუ ძველწედაღრიცხვის 2500 წელი, ხოლო T5 დღევანდლამდე, ანუ იქიდან რომ დავთვალოთ 7025 წელი იქნება 5000-დან. K1 არის პელაზგური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი, რომელიც სავარაუდოდ აკმაყოფილებს K1 მეტია ნულზე, უпростоად მეტია ნულზე. K2 პელაზგური მოსახლეობის ზრდის სიჩქარე თვითშეზღუდვის კოეფიციენტია, ესეც K2 მეტია ნულზე. PT ასიმილაციის კოეფიციენტი, რომელიც ასახავს პელაზგური მოსახლეობის დინამიკას ინდოევროპულ და აგრეთვე სემიტურ ტომებთან ასიმილაციის პროცესების დროს. 3-1-1 ბერნულის განტოლებისთვის კოშის ამოცანის ანალიზური ამონახსნი შემდეგი სახით ჩაიწერება. თუ კოეფიციენტებს ეს ნიშნულოვანი მუდმივები არის და K1 განსხვავებულია P-სგან, მაშინ 3-1-2-დან მივიღებთ შემდეგ ამონახსნს. 3-1-4 ამონახსნის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ორი შესაძლო განსხვავებული სცენარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ შემთხვევაში თუ K1 გამოკლებული P-ზე ნაკლებია ნულზე, მაშინ ასიმილირდება, ესე იგი ეს აჩვენებს იმას, რომ ამ პირობების მოქმედების დროს ევროპაში მოსახლე პელაზგები და ეტრუსკები ინდოევროპულ ტომებთან სრულად გაითქვიფნენ. ხოლო მეორე შემთხვევაში K1 მეტია P-ზე, მაშინ ზღვარი K1
მინუს p შეფარდებული კაორთანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინარე ქართველი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, მაგალითად ბასკებმა შეძლეს თავიანთი იდენტობის შენარჩუნება ინდოევროპულ და მოგვიანებით სემიტურ ტომებთან მჭიდრო თანაცხოვრებისა და მუდმივი ურთიერთობების პირობებში. მეორე ქვეთავში კოლხური ქართული და წინარე სვანური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი განხილული აღნიშნული ორი ჯგუფის ურთიერთქმედების აღწერი მათემატიკური მოდელი, რომელიც შემდეგი ორგანზომილებიანი, ანუ ორუცნობიანი ცვლადკოეფიციენტებიანი არაცვლივი დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანით გამოისახება. აი ესეთია 3-2-1 თავისი საწყისი პირობით, სადაც ფუნქციებს ეს მნიშვნელობა აქვს. T1 არის 2500 წელი, T2 4000 წელი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე. როგორც მოგახსენეთ, კოლხურ ქართული ენოვანი მოსახლეობის რაოდენობა, V წინარე სვანურ ენაზე მეტყველი მოსახლეობის რაოდენობა T დროში, α2 და α3 შესაბამისად კოლხურ ქართული და წინარე სვანური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორები, β2 და β3 შესაბამისად კოლხურ ქართული და წინარე სვანური მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სიჩქარის თვითშეზღუდვის კოეფიციენტები. Γ1, Γ2 კოლხური ქართული მოსახლეობის მიერ სვანების ასიმილაციის კოეფიციენტები. Δ1 კოლხურ ქართული მოსახლეობის რაოდენობის არაბრუნების შემცირების ფაქტორი და მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეზობელი თუ არამეზობელ ხალხებთან მიმდინარე საუბარი პროცესების დროს. აღნიშნული მათემატიკური მოდელის ადეკვატურობისა და არატრივიალურობის მოთხოვნათა გათვალისწინებით დინამიური სისტემისთვის ცვლადი კოეფიციენტებისთვის შემდეგი შეზღუდვა მოქმედებს. აი ეს კოეფიციენტებს ეს პირობებია დადებული, სადაც მაგალითად α2 კოეფიციენტი შეიძლება ნიშანცვლადი ან ნულის ტოლი იყოს T1, T2 შუალედში. განხილულია 3-2-1, 3-2-3 მათემატიკური მოდელის რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა. პირველი შემთხვევა, თქვათ თვითშეზღუდვის კოეფიციენტები 0-ია და ასეთი პირობაა 3-2-5 დადებული, სადაც K მუდმივია განსხვავებული 0-ისგან, მაშინ დინამიური სისტემის ამონახსნია შემდეგი სახის, რაც ეკრანზე მე მგონი კარგად ჩანს. მეორე შემთხვევა, თქვათ კოეფიციენტები მუდმივია და თვითშეზღუდვის კოეფიციენტები აქაც 0-ია და ასეთი პირობებია დადებული 3-2-6, 3-2-3 პირობის მიხედვით Δ1 მეტია 0-ზე, α2 კი ნიშანცვლადია 0-ის ტოლია. ეს კოეფიციენტები შერჩეულია ისე, რომ შემდეგი უტოლობა სრულდება. α2 მინუს Δ1 ნაკლებია 0-ზე 3-2-7. 3-2-1, 3-2-2 დინამიური სისტემისთვის მიღებულია პირველი ინტეგრალი აი ესეთი სახით 3-2-8. 3-2-8 შეკრული ინტეგრალური წირია ამონახსნა, ესე იგი VT-UT ამონახსნა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედში, რაც ნიშნავს იმას, რომ 3-2-1 ლოდკა-ვოლტერას დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის არანულოვანი შემოსაზღვრული ამონახსნი არსებობს. მესამე შემთხვევა, თქვათ 3-2-9 პირობა დადებული ასეთი, სადაც თვითშეზღუდვის კოეფიციენტები გვაქვს, დადებითია, მაშინ ქვემოთ განხილულია 4 განსხვავებული ქვეშემთხვევა, რომლისთვისაც სადანადოდ 4 თეორემაა დამტკიცებული. პირველი ქვეშემთხვევა, თქვათ კოეფიციენტებს ასეთი პირობებია 3-2-10, U1, V1 ასეთით, 3-2-11, მაშინ ასეთი თეორემაა. თეორემა პირველი, თუ 3-2-3, 3-2-9, 3-2-10 და 3-2-11 პირობები შესრულებულია, მაშინ 3-2-1, 3-2-2 არაცვლივ დიფერენციულ განტოლებათა სისტემას ამონახსნა ფაზური სიბრტყის პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსნის შეკრული ინტეგრალური წირის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მეორე შემთხვევა, თქვათ 3-2-12 პირობა სრულდება, 3-2-13 თეორემა ასეთია, თუ 3-2-3, 3-2-9, 3-2-12 და 3-2-13 პირობები შესრულებულია, მაშინ 3-2-1, 3-2-2 არაცვლივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემას ამონახსნა ფაზური სიბრტყის პირველ მეოთხედის ზოგიერთ ცალბურ D არეში აქვს ამონახსნის შეკრული ინტეგრალური წირის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად დევს. მესამე ქვეშემთხვევა, თქვათ
ესეთია 3-2-14 პირობები და 3-2-15 თეორემა. თუ ამ პირობებში, რომელიც თქვენ ეკრანზე ხედავთ, შესრულებულია, მაშინ 3-2-1, 3-2-2 არაცმის დიფერენციულ განტოლებათა სისტემას ამონახს და ფაზური სიბრტყის პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მეოთხე ქვესშემთხვევა, თქვათ 3-2-16 სრულდება და 3-2-17. თუ 3-2-3, 3-2-9 და 3-2-16, 3-2-17 პირობები შესრულებულია, მაშინ 3-2-1, 3-2-2 ამოცანას ამონახს და ფაზური სიბრტყის პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. ამრიგად, დამტკიცებულია 4 თეორემის მიხედვით მათემატიკური მოდელირების შედეგები აჩვენებს, რომ ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედში არსებობს D არე, სადაც 3-2-1, 3-2-2 და 3-2-9 ორკომპონენტიანი ორუცნობიანი ვექტორული ველის დივერგენცია ნიშანს იცვლის. ესე იგი, პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის თანახმად ამ არეში მდებარეობს შეკრული ინტეგრალური წირი, სადაც U და V განსხვავებულია ნულისგან, ანუ ასიმილაცია არ ხდება U-სა და V-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ კოლხურ ქართულმა ჯგუფმა წინარე სვანური შტოსრული ასიმილაცია ვერ მოახდინა. ამის ნაცვლად ეს ორი ეთნიკური ჯგუფი სტაბილურად თანაცხოვრობდა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, რამაც ხელი შეუწყო მათ ენობრივ და კულტურულ განვითარებას პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პროცესების დროს. მესამე ქვეთავში კოლხური ქართული და წინარე სვანური მოსახლეობების დინამიკის კომპიუტერული მოდელი განხილულია აღნიშნული ორი მოსახლეობის რაოდენობრივი ცვლილებები მეორე პერიოდის წელიწადაღრიცხვის 2500-დან 1000 წლის განმავლობაში. აღნიშნული დინამიკა 3-2-1 ორგანზომილებიანი ცხრატკოეფიციენტებიანი არაცმივ დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანით აღიწერება, რომელშიც წინარე სვანური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი დადებითია, ხოლო ქართულ-კოლხური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი ნიშანსვლადი. T1 აქ ნულია, ანუ ძველწესაღრიცხვის 2500 წელი, დროის საწყის მომენტში სავარაუდოდ კოლხურ-ქართული საერთო მოსახლეობის რაოდენობა იყო დაახლოებით, ესე იგი 2.4 მილიონი, ხოლო წინარე სვანური მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 0.6 მილიონი. შესავლილია მათემატიკური მოდელის შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები, რომლების კოეფიციენტები მაჩვენებლიანი, ხარისხოვანი და ტრიგონომეტრიული ფუნქციებია. აგებულია ორივე მოსახლეობის დემოგრაფიული დინამიკის გრაფიკები. 3-3 ერთ შემთხვევაში განხილულია 176,096 შესაძლო ვარიანტი დინამიური სისტემისთვის, რომლის კოეფიციენტებად ექსპონენციალური ფუნქციებია აღებული. აღნიშნული დინამიური სისტემა განიხილება T1500 სიგრძის დროის შუალედში 0 წლიდან 1500 წლამდე პერიოდს მოიცავს, ხოლო განგარიშება მიმდინარეობს ერთწლიანი ბიჯით. ეს მოდელი ასახავს ორი მოსახლეობის სწრაფ არაცმივ დინამიკას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით, ტექნოლოგიური ან სოციალური ცვლილებებით. მეორე შემთხვევა წარმოადგენილი ასეთი განტოლება, სხვადასხვა ვარიანტი კომპიუტერული შესავლილია დინამიური სისტემისთვის, რომლის კოეფიციენტები ხარისხოვანი ფუნქციებია. ეს მოდელი ასახავს აღნიშნული მოსახლეობების უფრო თანაბარ თანდათანობით ცვლილებებს, ვიდრე ექსპონენციალური ფუნქციის დროს იყო, რაც შეიძლება სტაბილურ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზე მიუთითებდეს. და მესამე შემთხვევა ასევე გარჩეულია ამდენი ვარიანტი შესაბამისი დინამიური სისტემისთვის. აქ ტრიგონომეტრიული ფუნქციები ასახავს ორი მოსახლეობის ციკლურ ცვლილებებს, როგორიცაა სეზონური მიგრაცია, ეკონომიკური ციკლები ან ომების პერიოდული გამეორება. სხვადასხვა სიხშირე, მაგალითად აქ წერია შიგნით ფაზის გადანაცვლება მიუთითებს, რომ ამ მოსახლეობის დინამიკა სხვადასხვა რიტმით ვითარდებოდა. ეს სამივე კომპიუტერული სიმულაცია ერთად ქმნის თლიან სურათს, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს მოსახლეობის დინამიკა სოციალურ, ეკონომიკური და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით.
მრავალრიცხოვანი კომპიუტერული ექსპერიმენტის საფუძველზე დადგინდა, რომ წინარესვანური მოსახლეობა, რომლის რაოდენობა დაახლოებით საწყისი იყო 0.6 მილიონი, მეორე პერიოდის დასაწყისში ქართული კოლხური მოსახლეობის მიერ ნელი ასიმილაციის გამო ძველწესაღრიცხვის მე-10 საუკუნეში 0.25-დან 0.4 მილიონამდე შემცირდა. წინარესვანურის მზარდი დემოგრაფიული ფაქტორის მიუხედავად. სავარაუდოდ, სვანეთის მთიანი რეგიონის იზოლირებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო წინარესვანური მოსახლეობის კულტურული და ენობრივი თვითყოფადობის შენარჩუნებას, რის გამოც არ მოხდა მათი სრული ასიმილაცია. ამავე პერიოდში კოლხურ-ქართული მოსახლეობა 2.4 მილიონიდან 3.4 მილიონამდე გაიზარდა, რაც განპირობებული იყო მისი დემოგრაფიული ზრდითა და წინარესვანური მოსახლეობის ნაწილობრივი ასიმილაციით, საომარი კონფლიქტებით გამოწვეული კლების მიუხედავად. ამრიგად, კომპიუტერული მოდელირებისა და მათემატიკური ანალიზის საფუძველზე ცვლადი და მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევა ნათლად აჩვენა, რომ მეორე პერიოდში ძველწესაღრიცხვის 2500-დან 1000 წელი კოლხურ-ქართულმა მოსახლეობამ წინარესვანური შტოს სრული ასიმილაცია ვერ მოახდინა. ამის შედეგად ეს ორი ეთნიკური ჯგუფი ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში სტაბილურად თანაცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. მეოთხე თავი. ქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მესამე პერიოდის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები. პირველ ქვეთავში კოლხური, ქართული და სვანური მოსახლეობების დინამიკის მათემატიკური მოდელი ძველწესაღრიცხვის მე-13 საუკუნეებში განხილულია სამგანზომილებიანი, ცვლად კოეფიციენტებიანი არაწმივი დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანა, რომელიც აღწერს აღნიშნულ ენებზე მეტყველო მოსახლეობათა ურთიერთქმედებებს. ეს არის დინამიური სისტემა 4-1-1 საწყისი პირობით, სადაც ფუნქციებს ასეთი პირობები აქვს დადებული. აქ არის ტეორი ძველწესაღრიცხვის მე-10 საუკუნე, ტე4 ძველწესაღრიცხვის პირველი საუკუნე. V არის კოლხურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა ტ-დროში, U ქართულ ენაზე მეტყველი მოსახლეობის რაოდენობა ტ-დროში, V სვანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა. ალფა4, ალფა5 და ალფა6-ის შესაბამისად კოლხური, ქართული და სვანური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორები, ბეტა4, ბეტა5, ბეტა6-ის შესაბამისად კოლხური, ქართული და სვანური მოსახლეობების დის სიჩქარის თვითშეზღუდვის ფაქტორები, ბეტა4, ბეტა5 და ბეტა6 მეტიან ტოლიან ნულზე, გამა4, გამა8, გამა6 და გამა7-ის შესაბამისად კოლხური, ქართული მოსახლეობების მიერ სვანურენოვანი ხალხის ასიმილაციის ფაქტორები, გამა3, გამა5 ნიშანსვლადი ფუნქციები, რომლებიც აღწერენ კოლხურენოვანი მოსახლეობის მიერ ქართულენოვანი ხალხის ასიმილაციას ან პირიქით დისიმილაციას, გამა3 მეტია ნულზე და გამა5 ნაკლებია ნულზე ტ2, ტ3 შუალედში, ხოლო ტ3, ტ4 შუალედში პირიქით გამა3 ნაკლებია ნულზე, გამა5 მეტია ნულზე. დელტა2 მეტია ნულზე, დეტა3 მეტია ნულზე, შესაბამისად არის კოლხური და ქართული მოსახლეობების არაბუნებების შემცირების ფაქტორები მეზობელ თუ არამეზობელ ხალხებთან მიმდინარე საომარი პროცესების დროს. პირველი შემთხვევა, თქვათ, აი ესეთი პირობები გვაქვს კოეფიციენტებზე, სადაც თვითშეზღუდვის კოეფიციენტები ნულის ტოლია, ალფა1 და ალფა გამა დელტა ყველა მუდმივებია. 4-1-1 მათემატიკური მოდელის ადეკვატურობისა და არატრივიალურობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მისი კოეფიციენტებისთვის შემდეგი შეზღუდვა მოქმედებს 4-1-4 პირობებით. ალფა4 და ალფა5 შეიძლება ნიშანსვლადი ან ნულის ტოლი იყოს. დაუშვათ, რომ აგრეთვე სრულდება შემდეგი დამატებითი პირობები, აი ეს 4-1-5, რომელიც არ ეწინააღმდეგება 4-1-4-ს. 4-1-4-1-2 ამოცანისთვის, რომელიც განხილულია ტ2, ტ3 შუალედში, ამონახსთა ფაზურ სივრცეში მიღებულია პირველი ინტეგრალი ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით. აი ესეთი სახის არის U, V და ესე იგი W და V, სადაც P2 მუდმივია. 4-1-6 პირველი ინტეგრალის გამოყენებით, ამ ინტეგრალის გამოყენებით სამგანზომილებიანი 4-1-1 სამგანზომილებიანი დინამიური სისტემა შემდეგ ორგანზომილებიან სისტემაზეა დაყვანილი 4-1-7. 4-1-7 ამოცანისთვის განხილულია 3 შემთხვევა და შესაბამისად 3 თეორემა დამტკიცებული. პირველი შემთხვევა, თქვათ, აი ესეთია ალფა5 უდრის დელტა3-ს. თეორემა
4-1-7-4-1-8 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად ძევს. მეორე შემთხვევა, თქვათ α5 ბეტია დელტა 3-ზე თეორემაკაც არის ასეთი 4-1-7-4-1-9 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ზოგიერთ ცალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად დევს. მესამე შემთხვევა, თქვათ α5 ნაკლებია დელტა 3-ზე თეორემა 4-1-7-4-1-10 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ზოგიერთ ცალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. ამდენად პუანგარე-ბედიქსონის პრინციპის გათვალისწინებით 4-1-7 დინამიური სისტემისთვის დამტკიცებულია სამი თეორემა, რომელიც შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიების არსებობას ეხება ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედში. 4-1-2 შემთხვევა. თქვათ, დინამიური სისტემის კოეფიციენტები შემდეგი სახისაა, ესე იგი, მუდმივებია, მაგრამ თვითშეზღუდის კოეფიციენტი არ არის 0-ის ტოლი. პირველი შემთხვევა განხილულია ასეთი შემთხვევა, სპეციალური შემთხვევა, რომელიც მათემატიკური მოდელის 4-1-4 ადეკვატურობისა და არატრივიალურობის პირობებს არ ეწინააღმდეგება. სამი ფუნქცია V, U და W ამონახსდა ფაზურ სივრცეში მიღებულია 4-1-1 დინამიური სისტემის პირველი ინტეგრალი კონუსის სახით. აი ესეთი დამოკიდებულება, სადაც Q2 ეს არის. 4-1-3 პირველი ინტეგრალის გამოყენებით 4-1-1 განზომილებიანი დინამიური სისტემა დაყვანილია შემდეგ ორგანზომილებიან დინამიურ სისტემაზე. თავისი საწყისი პირობით, სადაც T2T სამშუალეთშია, 4-1-14 ამოცანისთვის განხილულია ორი ქვეშემთხვევა და სათანადოდ ორი თეორემაა დამტკიცებული. პირველი ქვეშემთხვევა, თქვათ კოეფიციენტებს ასეთი დამოკიდებულება კოეფიციენტებს შორის, რომლებიც მათემატიკური მოდელის 4-1-4 ადეკვატურობისა და არატრივიალურობის პირობებს არ ეწინააღმდეგება თეორემა. აი ესეთი ამოცანისთვის ეკრანზე ხედავ და არ წავიკითხავ ახლა ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური წირის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მეორე ქვეშემთხვევა, თქვათ, ეს პირობაა შესრულებული, მაშინ თეორემა ასეთია. ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. ესე იგი, იქ პირველი შემთხვევის ორი შეგვიძლია იყო, ახლა მეორე შემთხვევა განხილულია ასეთი პირობებით, სპეციალური შემთხვევა ესა, რომელიც მათემატიკური მოდელის ადეკვატურობის და არატრივიალურ პირობებს არ ეწინააღმდეგება. ამონახსდა ფაზურ სივრცეში, ესე იგი V UW ამონახსდა ფაზურ სივრცეში მიღებულია დინამიური სისტემის, ანუ 4-1-1 დინამიური სისტემის პირველი ინტეგრალი ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით. აი ესეთი დამოკიდებულება 4-1-19. სადაც ერორი ასეა. 4-1-19 პირველი ინტეგრალის გამოყენებით სამგანზომილებიანი დინამიური სისტემა დაყვანილია შემდეგ ორგანზომილებიანი დინამიურ სისტემაზე 4-1-20 თეორემა 4-1-20-4-1-21-4-1-18 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური წირის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მესამე შემთხვევა განხილულია ესა 4-1-22 თეორემა 4-1-20-4-1-21-4-1-22 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალბურ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად დევს. ამდენად 4-1-1 სამგანზომილებიანი არაცმივი დინამიური სისტემის თვითშეზღუდის წევრების არსებობისა და მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებების პირობებში ნაპოვნია პირველი ინტეგრალები, პირველ შემთხვევაში კონუსის ფორმით, ხოლო მეორე და მესამე შემთხვევებში ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით.
ამ პირველი ინტეგრალების გამოყენებით სამივე შემთხვევაში 4-1-1 სამგანზომილებიანი არაწმივი დინამიური სისტემა 4-1-14 და 4-1-20 ორგანზომილებიან სისტემებზეა დაყვანილი. ორგანზომილებიანი დინამიური სისტემის მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებების არსებობისა და პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის გათვალისწინებით 4 თეორემაში დამტკიცებულია შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიების არსებობა ამონახს და ფაზური სიფტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ზოგიერთ ცალმულ არეში, რომელშიც საწყისი წერტილის შემცველი ნახევარწრის ნაწილია მოთავსებული. 4-1-1 მათემატიკური მოდელი ეფექტურად აღწევს ძველწესაღრიცხვის მე-13 საუკუნეებში კოლხური მოსახლეობის დომინირებასა და ასიმილაციის პროცესებს, სადაც ქართული და სვანური მოსახლეობების დინამიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კოლხური მოსახლეობის დაზე. 4-2 ქვეთავი. ქვეთავში ქართული, კოლხური და სვანური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი, აქ არის პირიქით ქართული, კოლხური ამას გაჩვენებთ, რატომ არის ძველწესაღრიცხვის მე-1 საუკუნე. წარმოდგენილია სამგანზომილებიანი სრულკოეფიციენტებიანი არაწმივი დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანა, რომელიც ახსენებს აღნიშნული მოსახლეობის რაოდენობრივ დინამიკას. განტოლება 4-2-1 ასეთია, დინამიური სისტემა ასეთია, სადაც ფუნქციებს ეს პირობებია დადებული. აქ არის T3 ძველწესაღრიცხვის მე-3 საუკუნე, ანუ 4700 წელი, 0-დან რომ ავთვალოთ ძველწესაღრიცხვის 5000-დან და T4 4900 წელი, ანუ ძველწესაღრიცხვის პირველი საუკუნე. U არის ქართული ენაზე მეტყველი მოსახლეობა, V კოლხური ენოვანი მოსახლეობის რაოდენობა, W უკაცრავად V სვანური ენოვანი მოსახლეობის რაოდენობა T დროში. α7, α8 და α9 შესაბამისად ქართული, კოლხური და სვანური მოსახლეობების დემოგრაფიული ფაქტორი, β7, β8 და β9 შესაბამისად ქართული, კოლხური და სვანური მოსახლეობების ზრდის სიშკარის თვითშეზღუდვის ფაქტორები, β7, β8 და β9 ბეტიან ტოლიან ნულზე, γ10, γ13 და γ12 და γ14 შესაბამისად ქართული და კოლხური მოსახლეობების მიერ სვანური ასიმილაციის ფაქტორები, γ9, γ11 ფუნქციები ქართული ენოვანი მოსახლეობის მიერ კოლხურენოვანი ხალხის ასიმილაციას აღწევს γ9 მეტია 0-ზე, γ11 ნაკლებია 0-ზე T3, T4 სეგმენტზე. დელტა4 მეტია 0-ზე, დელტა5 მეტია 0-ზე და შესაბამისად არის ქართული და კოლხური მოსახლეობების არაბუნების შემცირების ფაქტორები მეზობელ თუ არამეზობელ ხალხებთან მიმდინარე საომარი პროცესების დროს. აქ პირველი შემთხვევა ვთქვათ ასეთი თვითშეზღუდის კოეფიციენტები აქაც 0-ია. 4-2-3 პირობა, მაშინ განხილულია 4-1-2, 4-1-2 ამოცანა T3, T4 დროის შუალედში, როდესაც ქართულენოვანი მოსახლეობა დაწინაურდა და გადააჭარბა კოლხურ და სვანურ შტოების მთლიან რაოდენობას და მათ ასიმილაციას ახდენდა. 4-2-1 მათემატიკური მოდელის ადეკვატურობისა და არატრივიალურობის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მისი კოეფიციენტების შემდეგი შეზღუდვა მოქმედებს. მე ვფიქრობ, რომ ხედავთ 4-2-4 სისტემას α7 და α8 შეიძლება ნიშანსვლადიან 0-ის ტოლი იყოს. დაუშვათ, რომ 4-2-1 სისტემის კოეფიციენტები აკმაყოფილებს შემდეგ დამეტებით პირობებს 4-2-5, რომელიც 4-2-4-ს არ ეწინააღმდეგება. 4-2-1 და 4-2-2 ამოცანისთვის ამონახსთა ფაზურ სივრცეში მიღებულია პირველი ინტეგრალი ჰიპერბოლული პარაბოლოიდის სახით, აი ესეთი 4-2-6 არის, სადაც P3 არის მუდმივი. 4-2-6 პირველი ინტეგრალის გამოყენებით 4-2-1 სამგანზომილებიანი დინამური სისტემა შემდეგ ორგანზომილებიან სისტემაზეა დაყვანილი 4-2-7-ია. 4-2-7 ამოცანისთვის განხილულია 3 შემთხვევა და შესაბამისად 3 თეორემა დამტკიცებული. პირველი შემთხვევა თქვათ, ეს პირობებია 4-2-8 შესრულებული თეორემა. 4-2-7 და 4-2-8 ამოცანას ფაზური სიფტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიც ცალმულ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. მეორე შემთხვევა თქვათ, α8 მეტია დელტა5-ზე 4-2-9 პირობა შესრულებული. თეორემა 4-2-7 და 4-2-9 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიფტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ზოგიერთ ცალმულ D არეში აქვს ამონახსნი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად ძევს. მესამე ქვეშემთხვევა
თქვათ ალფა 8 ნაკლებია დელტა 5-ზე, ესე იგი 4-2-10 პირობა შესრულებულია, 4-2-7, ესე იგი ესე იგი თეორემა 4-2-7, 4-2-10 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ზოგიერთ ცალმულ არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. ამდენად, პუანკარე-ბედიქსონის პრინციპის საფუძველზე 4-2-7 დინამიური სისტემისთვის დამტკიცდა სამი თეორემა, რომელიც შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიების არსებობას ეხება ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედში. მეორე შემთხვევა, თქვათ 4-2-1 დინამიური სისტემის კოეფიციენტები შემდეგი სახისაა 4-2-11 სისტემაში, ესე იგი თვითშეზღუდვის კოეფიციენტები განსხვავებულია ნულისგან, დანარჩენი კოეფიციენტები მუდმივებია. რა თქმა უნდა, ბეტაც მუდმივია. პირველი შემთხვევა განხილულია 4-2-12 პირობით კოეფიციენტებს შორის, რომელიც მათემატიკური მოდელის 4-2-4 ადეკვატურობისა და არატრივიალობის პირობებს არ ეწინააღმდეგება. მიღებულია 4-1 დინამიური სისტემის ამონახსდა ფაზურ სივრცეში პირველი ინტეგრალი კონუსის სახით V ასეთი დამოკიდებულებით Q3 ეს არის მუდმივი 4-2-13 არის ეს. 4-2-13 პირველი ინტეგრალის გამოყენებით 4-2-1 სამგანზომილებიანი დინამიური სისტემა დაყვანილია შემდეგ ორგანზომილებიანი დინამიურ სისტემაზე 4-2-14 და საწყისი პირობით, სადაც T არის T3 და T4 შუალედში იცვლება. 4-2-14 და 4-2-15 ამოცანისთვის განხილულია ორი ქვეშემთხვევა და სათანადო ორი თეორემა დამტკიცებული. პირველი ქვეშემთხვევა, თქვათ 4-2-16 სისტემა სრულდება, რომლებიც მათემატიკური მოდელის 4-2-4 ადეკვატურობისა და არატრივიალობის პირობებს არ ეწინააღმდეგება. აქ სრულდება თეორემა 4-2-14, 4-2-15, 4-2-12, 4-2-16 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მეორე ქვეშემთხვევა, თქვათ 4-2-17 სრულდება თეორემა ამ ამოცანისთვის ეკრანზე ხედავთ ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მეორე შემთხვევა განხილულია ესეთი 4-2-18 შემთხვევა, რომელიც მათემატიკური მოდელის ადეკვატურობას და არატრივიალობის პირობებს არ ეწინააღმდეგება, მიღებულია 4-2-1 დინამიური სისტემის ამონახსდა ფაზურ სივრცეში პირველი ინტეგრალი ჰიპერბოლული პარაბოლოიდის სახით. 4-2-19-ია ეს. 4-2-19 პირველი ინტეგრალის გამოყენებით სამგანზომილებიანი დინამიური სისტემა დაყვანილია შემდეგ ორგანზომილებიანი დინამიურ სისტემაზე 4-2-20 საწყისი პირობებით თეორემა სრულდება ამ ამოცანისთვის ეკრანზე ჩანს ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. მესამე შემთხვევა განხილულია 4-2-22 პირობა, რომელიც მათემატიკური მოდელის 4-2-4 ადეკვატურობისა და არატრივიალურობის პირობას არ ეწინააღმდეგება, თეორემა სრულდება 4-2-20, 4-2-21, 4-2-22 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური წირის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. ამდენად 4-2-1 სამგანზომილებიანი არაცმის დინამიური სისტემის თვითშეზღუდვის წევრების არსებობისა და მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული დამოკიდებულებების პირობებში ნაპოვნია პირველი ინტეგრალი, პირველ შემთხვევაში კონუსის ფორმით, ხოლო მეორე და მესამე შემთხვევებში ჰიპერბოლური პარაბოლოიდის სახით. ამ პირველი ინტეგრალების გამოყენებით სამივე შემთხვევაში სამგანზომილებიანი არაცმის დინამიური სისტემა 4-2-14, 4-2-20 ორგანზომილებიან სისტემაზეა დაყვანილი.
პუანგარე ბედიქსონის თეორემის საფუძველზე 4 თეორემაში დამტკიცებულია ორგანიზმის სისტემის ამონახს და ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედში შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიების არსებობა, რომლებიც ასახავს ძველწესაღრიცხვის მესამე პირველ საუკუნეში ქართულენოვანი მოსახლეობის დომინანტურ ზრდასა და ასიმილაციის პროცესებს, სადაც თვითშეზღუდის ასიმილაციისა და არაბუნებრივი შემცირების ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კოლხური და სვანური მოსახლეობის დინამიკაზე. 4-3 ქვეთავში ქართული კოლხური სვანური მოსახლეობის დინამიკის კომპიუტერული მოდელი ძველწესაღრიცხვის მე-10 საუკუნე და პირველ საუკუნე წარმოდგენილია 4-1-1 მათემატიკური მოდელის საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული სიმულაციები. ვთქვათ 4-1-1 მათემატიკური მოდელის კოეფიციენტები იყო შემდეგი მაჩვენებლიანი და ტრიგონომეტრიული ფუნქციები α4, α5, α6 დემოგრაფიული ცვლილებების კოეფიციენტებია, β4, β5, β6 თვითშეზღუდის კოეფიციენტები, γ3, γ4, γ5, γ6, γ7, γ8 ასიმილაციის კოეფიციენტები. დელტა2 ასეთი სახისა, მოსახლეობის დელტა2 და დელტა3 მოსახლეობის შემცირების კოეფიციენტები გარე ფაქტორების გამო. 4-1-1 დინამიური სისტემის კოეფიციენტების შესაბამისი პარამეტრების ვარიაციის გზით ჩატარდა მრავალრიცხოვანი კომპიუტერული ექსპერიმენტი, მიღებულია შემდეგი ძირითადი შედეგები. ძველწესაღრიცხვის მე-10-მე-5 საუკუნეში კოლხური მოსახლეობის რაოდენობა თავდაპირველად 2 მილიონიდან 2.1 მილიონამდე გაიზარდა, რაც ასახავს კოლხეთის სამეფოს ეკონომიკურ-კულტურულ აყვავებას, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზების განვითარებას. ამ პერიოდში კოლხური მოსახლეობა რაოდენობრივად აღემატებოდა ქართულ და სვანურ შტოთა ერთობლიობას, თუმცა ძველწესაღრიცხვის მე-5-მე-3 საუკუნეში კი 1.7-დან 2.29 მილიონამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ განპირობებული იყო ქართული მოსახლეობის ზეგავლენით, რეგიონალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებითა და თვითშეზღუდვის ეფექტით. ძველწესაღრიცხვის მე-10 საუკუნიდან მე-3 საუკუნეში ქართული მოსახლეობა 1.5 მილიონიდან 1.96-დან 2.37 მილიონამდე გაიზარდა, რითაც კოლხურს რაოდენობრივად ძველწესაღრიცხვის მე-3 საუკუნეში არა მხოლოდ გაუთანაბრდა, არამედ გადააჭარბა კოლხური და სვანური მოსახლეობების ჯამურ მაჩვენებელს. ქართული მოსახლეობის და მიუთითებს სოციალურ-ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გავლენების გაძლიერებაზე, როგორიცაა ვაჭრობის განვითარება, ტერიტორიული გაფართოება და ქართლის, ანუ იბერიის სამეფოს ფორმირება, რამაც განაპირობა მისი დომინანტური პოზიცია. ძველწესაღრიცხვის მე-11 საუკუნეში სვანური მოსახლეობა კი ასიმილაციის შედეგად 0.3 მილიონიდან 0.19-0.26 მილიონამდე შემცირდა. მიუხედავად სვანური რაოდენობრივი კლებისა, მისი ენობრივი თვითყოფადობის შენარჩუნება აჩვენებს ძლიერ სოციალურ ენობრივ მდგრადობაზე. ამდენად მათემატიკური მოდელისა და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციების შედეგებით დადასტურდა, რომ პროტოქართველური ენობრივი სისტემა განვითარდა სტაბილური თანაცხოვრებისა და შიდა დიფერენციაციის პირობებში. კვლევამ აჩვენა, რომ ძველწესაღრიცხვის მე-11 საუკუნეში ქართული კოლხური და სვანური ენობრივ შტოს თანაცხოვრება და ევოლუცია ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში მიმდინარეობდა, მათი სრული ასიმილაციის გარეშე, რაც ხელს უწყობდა თითეული შტოს კულტურულ ენობრივ თვითყოფადობის შენარჩუნებას, რამაც განაპირობა დამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ენების ფორმირება. მე-5 თავი ქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მე-4 პერიოდის მათემატიკური მოდელები, პირველი ქვეთავი ქართული, ლაზური, მეგრული და სვანური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი ძველწესაღრიცხვის პირველ საუკუნიდან დღემდე წარმოდგენილია 4 განზომილებიანი, 4 ცნობიანი, ცვლადკოეფიციენტებიანი არაცნობი დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანა, რომელიც აღწერს აღნიშნული მოსახლეობების რაოდენობის დინამიკას მე-4 პერიოდში. 5-1-1 აი ესეთი დინამიური სისტემა საწყისი პირობებით, სადაც ფუნქციებს ეს პირობები აქვს დადებული და T4 არის 4900 წელი, იქიდან ათვლილი ძველწესაღრიცხვის პირველი საუკუნე, ანუ T5 7025 წელი, ახალი წელთაღრიცხვის 2025 წელი, ანუ დღემდე. U არის ქართულ ენაზე მეტყველი მოსახლეობის რაოდენობა, W ლაზურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა, Z მეგრულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა, V სვანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა T დროში. ალფა კოეფიციენტები
შესაბამისად ქართული და ლაზური, მეგრული და სვანური მოსახლეობების დემოგრაფიული ფაქტორები, გამაები, შესაბამისად ამ ენობრივ ჯგუფებს შორის მიმდინარე ასიმილაციის კოეფიციენტები, დელტა K მეტი ან ნულზე შესაბამისად აღნიშნული ენობრივი ჯგუფების დანაკარგები, რომლებიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, როგორიცაა ომები, ეკოსისტემების ცვლილებები, მიგრაციები და სხვა. მეორე თავში ორგანზომილებიანი არაწყვეტი დინამიური სისტემის პირველი ინტეგრალები წარმოდგენილია 5-1-1 დინამიური სისტემა, რომლის კოეფიციენტები მუდმივებია. აი ასეთი სახით გადაიწერება 5-1-1 განტოლება მუდმივების შემთხვევაში 5-2-1 დინამურ სისტემად. 5-2-1 მათემატიკური მოდელის ადეკვატურობისა და არატრივიალობისათვის აუცილებელია, რომ აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით პირობას. აი ეს არის 5-2-2, აი ეს პირობა. დაუშვათ, რომ 5-2-1-ის მუდმივ კოეფიციენტები აკმაყოფილებს შემდეგ ორ დამატებით სისტემას 5-2-3 აი და 5-2-4. აი ესეთი პირობები შესრულებულია. რომლებიც არ ეწინააღმდეგება 5-2-2 სისტემას. 5-2-2, 5-2-3, 5-2-4 პირობების გათვალისწინებით ამონახს და ფაზურ ჰიპერსივრცეში მიღებულია 5-2-1 დინამიური სისტემისთვის კოშის ამოცანის პირველი ინტეგრალები. აქ 4 უცნობია, 5-2-5 და აქ 3. სადაც Q-ები და Q და P ასეთია. 5-2-5 და 5-2-6 პირველი ინტეგრალების გამოყენებით 5-2-1 4 განზომილებიანი დინამიური სისტემა დაყვანილია შემდეგ ორგანზომილებიან დინამიურ სისტემამდე 5-2-7 არის საწყისი პირობით, რომელიც ქართული და ლაზური ენებზე მეტყველი მოსახლეობათა ურთიერთქმედებაზე ფოკუსირდება. სადაც მეგრულენოვანი და სვანურენოვანი მოსახლეობების ცვლილებები შესაბამისად გამოხატულია ქართული და ლაზური მოსახლეობების რაოდენობრივ მონაცემების თანაფარდობით. მათემატიკურად ასე ჩაიწერება. ამდენად 5-2-5 და 5-2-6 პირველი ინტეგრალების პოვნის მეთოდი ეფექტური და ერთადერთი ინსტრუმენტია მეოთხე პერიოდში ძველწესაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე ქართველური ენების ევოლუციური დინამიკის შესწავლისათვის, რადგან ამცირებს დინამიური სისტემის განზომილებას და აადვილებს მის ანალიზს. გამოვლინდა სტაბილური მდგომარეობები, მაგალითად ისეთი სცენარები, სადაც ამ ეტაპზე დომინანტი ქართულენოვანი მოსახლეობის ბუნებრივი კლება ბალანსირდება ასიმილაციის პროცესებით, ხოლო სვანურენოვანი მოსახლეობის დემოგრაფიულს და კომპენსირდება ქართული და მეგრული ენობრივი ჯგუფების ზეგავლენით. ამის შედეგად ქართული გახდა, უკვე ახსნილია ყოველ შემთხვევაში მათემატიკურად, გახდა დომინანტი და რჩება შედარებით სტაბილური, მაშინ როდესაც ლაზური, მეგრული და სვანური ჯგუფები მცირდება ქართული ენის გავლენის შედეგად, რა თქმა უნდა, ამ ენაზე მეტყველებ და წერთ. 5-3 ქვეთავში თეორემები ქართული, ლაზური, მეგრული და სვანური მოსახლეობის თანაცხოვრების შესახებ განხილულია 5-2-7 დინამიური სისტემის კვლევის 3 შემთხვევა, როცა ფაზურ ჰიპერსიბრტყეზე ფაზურ სიბრტყეზე 5-2-7 ორგანზომილებიანი ვექტორული ველის დივერგენცია ნულის ტოლი ხდება სხივზე, ანუ ნახევარწრფეზე, რომელიც განსაზღვრავს დინამიური სისტემის ამონახსნებს უშეფარდებული დუბლივე თანაფარდობას. პირველი შემთხვევა თქვათ შესრულებულია 5-3-1 პირობა, მე ფიქრობ, რომ ეკრანზე ხედავთ, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადრე დადებულ 5-2-2, 5-2-4 პირობებს. თეორემა სრულდება აქ. ესე იგი 5-2-7, 5-2-2, 5-2-3, 5-2-4 და 5-3-1 ამოცანას ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველ მეოთხედის ერთ, რომელიც ალბომ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. მეორე შემთხვევა პირობე, ესე იგი შესრულებულია 5-3-2, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინა პირობებს. პირველი ქვეშემთხვევა აქა თქვათ 5-3-3 შესრულებულია. თქვათ შესრულებულია თეორემა ამ ამოცანისთვის, მე მგონი ეკრანზე ხედავთ, ამონახსდა ფაზური სიბრტყის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ, რომელმეც ალბურ D არეში აქვს ამონახსის შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად ძევს. მეორე ქვეშემთხვევა 5-3-4 შესრულებულია. თეორემა ამონახსდა ამ პირობების დროს ამონახსდა ფიზიკური შინაარსის მქონე
ფაზური სიფრთხის პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მოთავსებულია. მესამე შემთხვევა 5-3-2-5-3-5, რომელიც არ ეწინამდეგება პირობებს, ეს შესრულებულია. პირველი შემთხვევა აქ არის, შემთხვევა დაუშვათ რომ 5-3-6 შესრულებულია, ეკრანზე ჩანს. თეორემა შესაბამისად ამოცანას ამონახს და ფაზური სიფრთხის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ D არეში აქვს ამონახსი შეკრული ინტეგრალური ტრაექტორის სახით, რომელიც ამ არეში მთლიანად მდებარეობს. მეორე შემთხვევა 5-3-7, როდესაც შესრულებულია, მაშინ W შეფარდებული U-სთან უდრის X ნაკლებია 0-ზე, თანაფარდობა უარყოფითია, რაც ეწინამდეგება როგორც U დადებითი, W დადებითი და X დადებით პირობებს. ამრიგად, პუანკარე-ბედიქსონის თეორემის საფუძველზე წინამდებარე კვლევაში დამტკიცებულია 4 თეორემა, რომელიც ადასტურებს 5-2-7 დინამიური სისტემის ამონახს და ფაზური სიფრთხის ფიზიკური შინაარსის მქონე პირველი მეოთხედის ერთ რომელიმე ცალმულ არეში შეკრული ინტეგრალური ტრაექტორის არსებობას, რაც გამორიცხავს მეოთხე პერიოდში ქართული მოსახლეობის მიერ ლაზური ენის სრულ ასიმილაციას U და W მეტია 0-ზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ორივე ჯგუფი ინარჩუნებს თანიანთ ეთნიკურ იმდეტობას და თანაცხოვრებას განსაზღვრულ პირობებში, რაც მათი ერთობის მდგრადობას ადასტურებს. 5-2-5 და 5-2-6-ის შესაბამისად ეს შედეგები ასევე ეხება მეგრულ და სვანურ მოსახლეობასაც, ამდენად ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური მოსახლეობები, რომლებიც დადებითია, ინარჩუნებენ ეთნოლინგვისტური მრავალფეროვნებასა და ერთობის მდგრადობას. მით უმეტეს ისინი სტაბილურად თანაცხოვრებენ ერთსა და იმავე რეგიონში, მიუხედავად ქართული ენის როგორც სახელმწიფოებრივ რელიგიურ და კულტურული დომინანტური გავლენებისა, დასკვნა ქართველური ენებისა და ქართული ეთნოსის ფორმირების პროცესები განხილულია მათემატიკური მოდელებისა და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციების საფუძველზე, რომლებიც აღწევს პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციას 4 პერიოდში. პირველი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის 5000-2500 წელი, პროტოქართველური მოსახლეობა 1 მილიონიდან 3.6 მილიონამდე ზრდის დინამიკა მოდელირებულია ლიკატისა და ბერუნის სრულათქვეფიციენტის განტოლებებით. შესაბამისად კომპიუტერულ სიმულაციები აჩვენებს მოსახლეობის ზრდასა და შემდგომ შემცირებას, რიცხვებს ეკრანზე ხედავთ, რესურსების შეზღუდვისა და გარე ფაქტორების გამო. მეორე პერიოდი პელაზგური ასევე წინარესვანური კოლხურ-ქართული ჯგუფების ტრანსფორმაცია, შესაბამისად აღიწერება ბერუნის განტოლებითა და ორგანიზებულებიანი არაცვლივი დინამიური სისტემით. შესაბამისად კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს წინარესვანური მოსახლეობის 0.6 მილიონიდან 0.25-0.4 მილიონამდე შემცირებას და კოლხურ-ქართული მოსახლეობის 2.4 მილიონიდან 3 ან 4 მილიონამდე ზრდას, რაც მათ სტაბილურ თანაცხოვრებასა და ევოლუციას აჩვენებს. მესამე პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე პირველი საუკუნე კოლხურ-ქართული და სვანური მოსახლეობის დინამიკა მოდელირებულია სამგანზომილებიანი არაცვლივი დინამიური სისტემებით. შესაბამისად კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს კოლხურის შესაბამის რიცხვებია იქ წარმოდგენილი ქართული მოსახლეობის ზრდას, ხოლო სვანურის შემცირებას, რაც ასახავს ქართველური ენების განვითარებასა და ქართულის დომინირებას. მეოთხე პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური მოსახლეობების დინამიკა აღიწერება ორგანიზებულებიანი არაცვლივი დინამიური სისტემით. ეს მათემატიკური მოდელი აჩვენებს ქართულის დომინირებას და სხვა ქართველური ენებზე მეტყველი მოსახლეობის შემცირებას და ეთნოლინგვისტურ მრავალფეროვნების შენარჩუნებას. ნაშრომში მიღებულია პირველი ინტეგრალები, რომელთა საშუალებით 3 და 4 განზომილებიანი არაცვლივი დინამიური სისტემები დაყვანილია ორგანიზებულებიან დინამიურ სისტემამდე, რაც პუანკარე-ბედიქსონის კრიტერიუმების გამოყენებით გაანალიზებულია. ქართველური ენებისა და ქართული ეთნოსის ფორმირების მათემატიკური მოდელების ფარგლებში დამტკიცდა 22 თეორემა, რომლებიც ადასტურებს შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიების არსებობას ფაზური სიფრთხის პირველ მეოთხედში. ამდენად ზემოწარმოდგენილი მათემატიკური მოდელები და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები ძლიერი და ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლებიც ეფექტურად აღწევს პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიულ ცვლილებებს, ქართველური ენების ევოლუციასა და ამ ენებზე მეტყველი მოსახლეობის სტაბილურ თანაცხოვრებას.
სამეცნიერო კვლევების შედეგების აპრობაცია, სადისერტაციო თემატიკაზე შესრულებული კვლევის შედეგები პერიოდულად მოხსენებული იყო შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. აქ სულ არის 7 გამოყენებული გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები და თეზისები, სადისერტაციო თემატიკაზე შესრულებული ნაშრომები გამოქვეყნდა შემდეგ სამეცნიერო ჟურნალებსა და გამოცემებში. აქ ხედავთ ეკრანზე. აქ არის 12 წარმოდგენილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბოდიში რომ გავახანძრით.